რატომ დაიჭირა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ თავისი მონამორჩილი გიორგი უზილაური, რომელიც ჩემი მოსაზრებით მაინც ხადი არ ვიცავ, მაგრამ ბრალდება, არ ვიცი და მტკიცებულებები მის წინააღმდეგ დამაჯერებელი ჩემი აზრით არ არის, მაგრამ კარგი, როგორც არის. რატომ დაიჭირა გიორგი უზილაური, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა, რატომ დაიჭირა გულბაათ ცხილაძე, ეს მართლაც ჯაშუში კაცი. ძალიან საინტერესო კითხვაა. ბევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა იმიტომ, რომ უკვე შემდგომ დაიჭიროს დასავლეთის ეგრეთ წოდებული აგენტები, ანუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც არა რუსეთს, არამედ სწორედაც რომ დასავლეთს ემუშავებენ, დასავლეთის პარტნიორები არიან, ანუ იმ ქვეყნებისა, რომლებიც თავის მხრივ უჭერენ მხარს საქართველოს. მაგალითად, რატო უნდა თქვა ეხლა კონკრეტულად რატო უნდა დავასახელო ადამიანები, მაგრამ მომიტევებენ ისინი. მოკიდოს ხელი უკვე ნინო ლომჭარიას ასე მაგალითად. ეკა გიგაურს ასე მაგალითად. სხვებს და თქვას, რომ აი მე ნახეთ როგორი საბართლიანი ვარ, ვიჭერ რუსებსაც და ვიჭერ დასავლელებსაც, მედასავლეთეებსაც. მე ყველას მიმართ ვარ ჰორიზონტალური. სწორი ანალიზია ეს თითქოს. მაგრამ შეიძლება დავუშვათ, რომ ეს არ არის ბოლომდე სწორი ანალიზი, ბოლომდე სრულყოფილი ანალიზი. ჩემი მოსაზრებით, კონკრეტულად გულბაათ ცხილაძის დაჭერა განაპირობა იმან, რომ რუსეთს გულბაათ ცხილაძე კონკრეტულად აღარ სჭირდება და რუსეთმა ეს 59 ხარისხოვანი აგენტი, ამიტომაც ვამბობდი ყოველთვის და სხვებიც ამბობდნენ ამას, რომ ნუ ვაქცევთ ყურადღებას ამ ჭიაღუებს მეთქი. გულბაათ ცხილაძე არც ელექტორალური და არც გავლენის თვალსაზრისით არაფერს არ წარმოადგენს, საშიში კაცი იყო, რასაკვირველია რუსეთის აგენტი საზისხარი და მაგრამ ელექტორალური თვალსაზრისით და გავლენის თვალსაზრისით მას ბევრის გაკეთება არ შეეძლო. 59 ხარისხოვანი აგენტები რასაკვირველია შეიძლება გაწიროს რუსეთმაც კი და ბიძინა ივანიშვილმა გადაუთანხმა რუსეთს ამ კაცის დაჭერა. მაგრამ რა სტრატეგიული ამოცანა აქვს ბიძინა ივანიშვილს? ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიული ამოცანა ჩემი მოსაზრებით არის ამგვარი. დასავლეთს აჩვენოს, რომ სულაც არ ეხება, საერთოდ არ ეხება. ყოველ შემთხვევაში ამ ფორმით არ შეეხება არასამთავრობო იმ ორგანიზაციების ლიდერებს, რომლებიც დასავლეთის პარტნიორები იყვნენ, ეკა გიგაურტი ლომჯარიას ხებს. დაიჭერს მხოლოდ რუსეთზე მომუშავეებს და ეს რუსეთთან შეთანხმებულია, ხაზგასმით ვამბობ, ოღონდაც კი ამის შედეგად მაინც ბიძინა ივანიშვილმა კიდალა მიიღოს ერთგვარი ლეგიტიმაცია დასავლეთისაგან. ხო ხედავთ, რამდენად კარგი ვარ, რამდენად ადეკვატური ვარ მე რუსეთის ჯაშუშებს. აი ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-13 წელს მაინც მე ვებრძვი და არა მარტო ვებრძვი, არამედ საერთოდ სკვანჩა ვიჭერ. ისინი ჩვენი ქვეყნის მტრების რუსეთის აგენტები არიან, ოღონდ ეს ყველაფერი არ დაგავიწყეთ, რუსეთთან შეთანხმებულია და რუსეთს უნდა ოღონდაც კი მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია დასავლეთიდან რუსეთი თავის 59 ხარისხოვან აგენტებს გასწირავს, განა არა. დასავლეთს ამით ბიძინა ივანიშვილი ეუბნება, რომ არის ადეკვატური და ამის შედეგად ჩალიჩობს უკაცრავად სიტყვისთვის ლეგიტიმაციის მიღებას, აღიარებას დასავლეთის მხრიდან. გუშინას ამ გვარ თემაზე გავაკეთე მე ვიდეობლოგი. მე გუშინ თქვი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის და რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, ბანდას ეწოდებოდეს ლეგიტიმური ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილს ოღონდაც კი ლეგიტიმური ხელისუფლება ეწოდებოდეს, რუსეთი ავალადებულებს ბიძინა ივანიშვილს, რომ დაიწყოს ამ უკანასკნელმა თუ მისმა პაჟებმა დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე ბევრი რამ ბჭყალებში დაუთმოს ბჭყალებში დასავლეთს, ოღონდ არ დაუთმოს ძირეული და უმნიშვნელოვანესი საკითხები. და რა არის ჩვენ სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი საკითხი? ხელისუფლების უზურპაცია ქართული ოცნების მხრიდან. პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრები, რომლებიც მას უხვად ხავს, რუსული ჯოჯოხეთური კანონები, რომლებიც მან მიიღო. ბიძინა ივანიშვილი კანონებთან დაკავშირებით
გამახსენდა იმასაც ჩალიჩობს უკაცრავად სიტყვისთვის, რომ დაასაბუთოს აი ეს კანონები, რომ მივიღე აგენტების შესახებ და ასე შემდეგ, ამან მომცა რუსების ამ შემთხვევაში გულბაათ ცხილაძის, რომელიც 59 ხარისხოვანი აგენტია, რასაკვირველია და რუსეთის მიერ გაწირული მათი დაპატიმრების უფლება შესაძლებლობა. მე რო ეს კანონი არ მიმეღო და თქვენ რო გეგონათ რომ დასავლური ორგანიზაციებისა და პროდასავლელი ლიდერების გიგაურის მომჯარიეს კრებსიდან წინააღმდეგ მიუმართავდი მათ არა, აგე მე მიუმართე ეს სწორედაც რომ რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ ერთ-ერთი მათგანი არის გულბაათ ცხილაძე, კითხვა მაქვს. ბარემ ვიკითხავ. თუ ასეთი სამართლიანობის განსახიერებაა ბიზინა გრიგოლიძე ივანიშვილი, მაშინ ამიხსენით ვინმე რატომ არ აპატიმრებს სხვა აგენტებს, რომლებიც რუსეთს უთუოდ ემუშავებიან. აგენტურას, რომელიც მეორე ხავს და უხვად ხავს, კი ბოდიშებთ ერთი წამით რაღაცა ტელეფონი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ყოფილა, სულ რაღაც 6 წუთია გასული და მე დაახლოებით 6 წუთი კიდე უნდა ვილაპარაკო ერთ წამში და გიბრუნდებით, კი ბოდიშებთ. გიბოდიშებთ ესეთი ცოტა უფრო ცუდი ხმით იქნება, იმიტომ რომ მიკროფონი გამოვაერთე და დამტენზე შევაერთე. ვიკითხავ პირდაპირ, მაშინ სხვა ჯაშუშები, რომლებიც რუსეთს ემუშავებიან, ისინი რატო არ არიან? ან იქნებიან კი მომავალში დაპატიმრებულები გვარები და გისახელოთ? მე შემიძლია დაგისახელოთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მყოფი რუსეთის ჯაშუშები, რომლებიც თხენიადაგ იმაზე საუბრობდნენ, რომ საქართველოს რუსეთს უნდა დაუახლოვდეს. ეხლაც არიან საზოგადოებრივ მაუწყებელში. მე შემიძლია დაგისახელოთ ტელეკომპანია იმედში, ტელეკომპანია რუსთავიორში, ეგრეთ წოდებულ საექსპერტო ჯგუფებში, ხალხის ძალაში და სხვა პოლიტიკურ პარტიებში განფენილები, აგრეთვე სიპებში და აიპებში, სიპებთან და აიპებთან მიბმული ვითომ ექსპერტები, რომლებიც ლაპარაკობდნენ სულ, რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორი უნდა იყოს და რომლებიც უთუოდ ემუშავებოდნენ რუსეთს და ბიზინა ივანიშვილი თუ მართალი კაცია, თუ ესეთი სამართლიანია, მაშინ ამ კოლექტიურ გოგა ხაინდრავებსაც უნდა მოჰკიდოს ხელი, დაკუჭოს და მოისროლოს საპატიმროში, როგორც გულბაათ ცხილაძე 59 თუ 99 ხარისხოვანი აგენტი. 97 ხარისხოვანებს თუ მე-7 ხარისხოვან აგენტებს არ სწირავს და გულბაათ ცხილაძე თვალში შემოეპატარავა ამ ჭორვილ კაცს, სწორიც არის და კარგიც არის, რომ შემოეპატარავა, კარგია რომ თუნდაც მას მოჰკიდა ხელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ოდნავ განსხვავებულ პოზიციას დავაფიქსირებ. მე არ მგონია, რომ ბიზინა ივანიშვილი მიადგეს ამ აქტის შემდეგ, მიადგეს პროდასავლელ ლიდერებს. ნებისმიერ შემთხვევაში სანდო პირი არ არის რასაკვირველია, მაგრამ მისი მთავარი ამოცანა არის, რომ როგორღაც მიიღოს ლეგიტიმაცია და ესეც ერთგვარი ტაქტიკური ნაბიჯია იმისთვის თუ იმისაკენ, რომ ლეგიტიმაცია მიიღოს. ბოდიში, შალვა რამიშვილი, როგორ გონიათ, რუსეთს არ ემუშავება, როგორც ჯაშუში რუსეთისა, ცოტა უფრო დიდი ღლავია, ვიდრე ვინმე გულბაათ ცხილაძე, გეთანხმებით. შალვა რამიშვილი ცოტაზე მეტად დიდი ღლავია. მოკიდოს ხელი შალვა რამიშვილს და გოგა ხაინდრავას და ამ შემთხვევაში ხელები ამიწევია და მithქვამს, რომ ხო, აი ახლა დადგა მომენტი, როდესაც ბიზინა ივანიშვილმა გადადგა სწორი ნაბიჯი და მანამ სანამ ამას არ გააკეთებს, ანუ ღლავებს არ მიადგება, მანამდე ჩემგან ყოველ შემთხვევაში ინტელიგენცია და მოწონება ამ სწორ გადაწყვეტილებას, ამ სწორი გადაწყვეტილების გამო ბიზინა ივანიშვილის მოწონება არ იქნება არას დიდებით და არავითარ შემთხვევაში. გავაგრძელოთ მსჯელობა და ვიბრძელოთ ასე. აკი გითხარით, რომ ბიზინა ივანიშვილის მთავარი ამბავი არის ლეგიტიმაცია. თუ ლეგიტიმაცია უნდა, მან უნდა გადადგას კიდევ 3, 4, 5 ნაბიჯი გარდა იმის, რომ დააპატიმროს მართლა აგენტები, უფრო დიდი ღლავები. ეს არის სინდის პატიმრებისგან თავისუფლება. ბიზინა ივანიშვილი რომ იყოს ადეკვატური, ბოლომდე ადეკვატური. გულბაათ ცხილაძე როგორც ერთი ბარტყი გადმომიგდე
ამით არ იფარგლებოდეს, ამას არ გვეუბნებოდეს ამ დაპატიმრებით. ბიზინა ივანიშვილმა უნდა გაანთავისუფლოს 150 თუ 170 პოლიტ და სინდისის პატიმარი, პოლიტიკოსი პატიმრების ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით. მე არ ვიცი ახლა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომელიც აკრიტიკოა. მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პოლონეთში წავა ის, უკრაინაში დაბრუნდება, ლექციებს წაიკითხავს, ოკეან გაღმა თუ ლექციებს წავოიკითხავს, ოკეან გამოღმა, მე ეს არ ვიცი თუ საქართველოში დარჩება. ეს კარგი კონოტაციით პოლიტიკური ვაჭრობის, პოლიტიკური გარიგების საფუძველი უნდა იყოს, გადი, მიშა, თავი დაგვანებე და აქ მივხედავთ როგორ მეუშენოთ და შეიძლება მიშა დათანხმდეს ამას, ეგრა მაგის პასუხია შეიძლება არც დათანხმდეს. ვერაფერს გეტყვით, სიმართლე გითხრათ, შეიძლება დათანხმდეს და მე გადააგდოს. ბიზნეს უთუოდ ამის შიშიც აქვს. ეგრა მაგის პასუხია. მაგრამ მანამ სანაპატიმრებს არ გაათავისუფლებს, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ეს ერთი. მეორე, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრინციპული. ყველა ის კანონი, რომელიც მიიღო პაპუაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს პარლამენტმა თუ პარლამენტად წოდებულმა უწყებამ, რამდენი კანონიც არის 15, 17, 20, ჩემზე უკეთიცია და საკურველია ცოდნე ადამიანებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა, ლობჯარია, გიგაურმა და სხვებმა, ყველა კანონი პირდაპირ მნიშვნელობით უნდა დახიოს. პაპუაშვილი ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ რაღაცა სახე ხო უნდა შეუნარჩუნონ ამ კახელ უსახო და უნაგსო კაცს აქედან გამომდინარე, პაპუაშვილი რაღაცა ვერ გააკეთებს, პაპუაშვილი უნდა გადადგეს და რამდენობიდან და არა მხოლოდ პაპუაშვილი, ცალკე ვიტყვი სხვებზეც. დაინიშნოს პარლამენტის თავმჯდომარედ რომელიმე ნაკლებად შელახული პაპუაშვილს უნდა მიხვეს და არა მარტო უნდა გადადგეს. არამედ გადადგეს და წავიდეს პოლიტიკიდან, წავიდეს პარლამენტიდან, მე ადგილმონაცვლეობის პრინციპით შევიდეს პაპუაშვილის ადგილას, რა ვიცი 97 სიაში ვინც იყო ის, მას უნდა მიყვეს წულუკიერი, რომელმაც საბოლოოდ შეირწხვინა თავი, როდესაც გაამართლა პოლიციელები. მას უნდა მიყვეს ვოლსკი, მას უნდა მიყვეს იმას ნინო წილოსანი, მას უნდა მიყვეს ეს რამდენიმე ლიდერი, ხო ეს აგვარია კირცხალია, ვიღაც ტიპები რო არიან ამ იმაში პარლამენტში, დიმიტრი სამხარაზნა, მოკლედ ერთი 15 მაინც დეპუტატი უნდა გავიდეს, 15 შემოვიდეს ადგილმონაცვლეობის პრინციპით, ვინმე დარჩენილებიდან ლადო კახაძე დაინიშნოს პარლამენტის თავმჯდომარე და იმან უნდა დახიოს ეს კანონები. დახიოს და პაპუაშვილის ახალ სამსახურში მიიტანოს. ბოდიში, ასე რომ ვამბობ. ეს მეორე. სინდის პატიმრები, პოლიტპატიმრები ერთ კამპოტში გავიყვანოთ. კანონების დახევა, ეს მეორე ამბავი. მესამე ამბავი, საარჩევნო გარემო. ვიდრე ბიზინა ივანიშვილის საარჩევნო გარემოს არ შექმნის ნორმალურს და არ გამოთქვამს მზაობას, არ გამოასხივებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ის ძალაუფლებას დათმობს. მისი ყველაზე კარგი ჭყალებში ფორმაციის პარტიაც კი ლადო კახაძე და კახა კუჭავა. არ ვიცი, რამდენად სწორი ტანდემია, რამდენად სწორი დუეტია, დათმობს და გამოასხივებს, რომ დამარცხების შემთხვევაში აღიარებს არჩევნების შედეგებს და მანამდე დამარცხდება. მართებულად მინდა ვიყო გაგებული, ჩვენთან რევოლუციური არჩევნები როცა ტარდება ხოლმე, 2012 წელს მაგალითად ჩატარდა რევოლუციური არჩევნები. რაც განაპირობა იმისას შეცდომებმა ბიზნეს ლევაბოსილებმა, ბევრმა რამემ და ბევრმა ფაქტორმა და ბევრ ბიზნეს ფულმა და ბიზნესთან მიერ მოსყიდულმა ტიპებმა და ხანდახან გულუფრთხილობებმა ამ მნიშვნელობა აქვს რაღაც, მაგრამ მიშა სააკაშვილის პრინციპში 1 ოქტომბრამდე ჰქონდა წაგებული არჩევნები. განსაკუთრებით 18-19 სექტემბრის შემდეგ, ანუ ის ციხის კარანტინის კადრები რო გამოქვეყნდა. აი ამ 12-14 დღეში წააგო მიშამ განსაკუთრებით და საბოლოოდ. ეხლა ბიზინამაც და მიშა სააკაშვილი პრინციპში როგორც პირველ ხანებში კი ცოტა გაჯიქურდა, აი 1 ოქტომბრის ღამე 2 ოქტომბრამდე რამდენადაც მახსოვს, მაგრამ მე აღიარა. არჩევნების შედეგები და მარცხი. ბიზინა ივანიშვილმაც უნდა გამოასხივოს, როგორც მიშამ გამოასხივა მარცხზეთან შეგუება და უნდა წავიდეს. უნდა წავიდეს თუ არა და უნდა იყოს თუ არა დადანაშაულებული ობიექტური სასამართლოს მიერ, მე არ ვიცი, გულახდილად გეტყვით, ეს გადაწყვიტოს პოლიტიკურმა სპექტრმა, ჩემს მოსაზრებას. ამასთან დაკავშირებით მე უკვე შემდგომ აქამდე თუ მივედით, მე მოგახსენებთ, გააჩნია რა მოხდება კიდე მანამდე, იმიტომ რომ
ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მანამ სანამ აი ამ სამნაბიჯს არ გადადგამს, მინიმუმ სამნაბიჯს. მანამდე ბიძინა ივანიშვილის ინდულგენცია გულბაათ ცხილაზე 79 ხარისხოვანი აგენტის ჯაშუშის შემოწირვის ჰადაგამო უბრალოდ არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის დანდობა არ იქნება, მეთქი ეს ტაქტიკური ხლართები, კომბინაციები, მაგან დაულაკოს არჩილ თალაკვაძეს, რომელიც მერე ლექსებსა დაწერს ამ თემაზე, ბიძინა რამაგარია, ეხლა მე აჩიკო თალაკვაძის ლექს კი არ ვკითხულობ მაინც და მაინც ბიძინა რამაგარი უბრალოდ გავრითმაო რა მასშტაბის ლექსი ბრწყალებში შეიძლება დაწეროს აჩიკო თალაკვაძემ. ბიძინა რამაგარია, ამურდარია და სირდარია, ხო? სირდარია. სირია ახლო აღმოსავლეთის პრობლემა. ვისაც არ ახსოვს, რას გულისხმობ, ვინც არ იცის რას გულისხმობ, მომმართეთ პირადში და ვინც იცის, შეგიძლიათ იცინოთ ბევრი კიდევ ერთხელ რომ შემომახსენდა რა. ეს არის და ეს. და კიდევ ბოლო ასპექტი. საერთაშორისო კონტექსტში ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ადეკვატური. ადეკვატური ის ვეღარ იქნება. ვეღარ ნდობა დაკარგული კაცია ბიძინა. შესანიშნავად იცის მთელმა დასავლეთმა რომ ბიძინა არის კიდალა. როგორ არის ქართულად? გადამგდები. კაცი რომელიც ეხლა დაკპირდება რაღაცას შარლ მიშელს დაპირდა იმას, რასაც დაპირდა და ის შარლ მიშელის წარმომადგენელი რო იყო ჩამოსული ის დიპლომატი კაცი წესიერი კაცი რო იყო, რაგვარიც იყო აღარ მახსოვს რაღაც შვედური თუ დანიური გვარი აღარ მახსოვს, დანიელი თუ არ ვწდები და მე გადააგდო. ესე გადააგდო მთელი ევროპა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობა არ არსებობს. ბარტყები გადაუგდოს მან იმას. ხო და მთავარი ხო კიდევ ერთი ფაქტორი კარგია რომ გაბახსენდა. იმის გარდა რომ პაპუაშვილი წავა პარლამენტიდან და პოლიტიკიდან, ესეც უნდა წავიდეს. ესეც უნდა დაკლას. ის მისი მთავარი რაგვარია ეს. ესე თვალები რო აქვს. კობახიძე. უნდა დაკლას ისიც და მე ვილაპარაკოთ რაღაცებზე. ეს არის სიმართლე.